შემდეგაც ჩვენ დღე ისევ დაგიბრუნდებათ პირდაპირ ეთერში. Მნიშვნელოვანი ცვლილებები ენერგეტიკის სფეროს მართვის გასაუმჯობესებლად. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფო მერჯერადად 359 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა. ბუნებრივია დაზოგული თანხები მთლიანად ენერგეტიკის სისტემის და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. ოპტიმიზაციის პარალელურად ჩვენ სრულად გადავხედეთ ენერგეტიკულ პოლიტიკას, თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სექტორში არსებული ყველა გამოწვევის ანალიზი, გამოვლინდა და აღმოიფხვრა მანკერი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით. როგორც მოგეხსენება, ჩვენი სტრატეგიული მიზანია საშუალოებრივ პერსპექტივაში საქართველოს გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითგმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს. დღევანდელი მდგომარეობით განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 15,000 მეგავატის პოტენციური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები. სახელმწიფოს ამოცანაა ერთი მხრივ გაცხრილო სპეკულაციური პროექტები, რომლებსაც განვითარების რეალური პერსპექტივა არ აქვს და მეორე მხრივ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტის სწრაფ განვითარებას, რომელსაც კეთილსინდისიანი ინვესტორი ყავს და რომლის მშენებლობასაც კომპანია სათანადო პასუხისმგებლობით ეგიდება. გასული წლების განმავლობაში ასეთ კომპანიებსაც შეიქმნათ სირთულეები, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებთან და დაინტერესებულ ინვესტორებთან და ვისმენთ დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს. ამგვარი დიალოგისა და კონსულტაციების საფუძველზე ნათლად გამოიკვეთა, რომ სექტორს განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროება. ჩვენი მიზანია განახდას ყველა შეჩერებული პროცესი და მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს. ჩვენ გვინდა სრულად გადაიდურთოს პროცესი და განახდეს ენერგეტიკის სისტემის შეუქცევადი განვითარება სუბდაფორცვლიდან ორმხრივად გაწერილი ვალდებულებებით და შეთანხმებულ ვადებში. ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაფუძნებას უქმნის დავალიანებები ჯარიმებისა თუ სავარაუების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუკრავდა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის კონკრეტული დათქმით დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას, იმისათვის რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების თუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოიგიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც. კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად ორ მიზანს. ერთი მხრივ კომპანიებს უნდა მოიხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური мотиваცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად. დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა ამასთანავე პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მიუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ჩვენი ახალი მიდგომით ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისთვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებლობას მიიღებს ქვეყანა. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას ვუხდით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს და სამინისტროს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მომზადებისთვის ენერგეტიკულ კომპანიებს მინდა უსურვო წარმატებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში. დიდი მადლობა. მესალმებით ტელეკომპანია იმედი ნინი გოგიშვილი სხვა თემებთან დაკავშირებით დაგისვამთ ბატონო პრემიერო კითხვებს. ამერიკის კრიტიკის საპასუხოდ ჩვენ მოვისმინეთ ევროსაბჭოს და ევროკომისიის ლიდერთა განცხადება, რომ ისინი სხვა ქვეყნის საქმიანობაში შიდა საქმეებში არ ჩაერევიან. რატომ არ მოქმედებს მათი ეს პრინციპი საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მათი მხრიდან ჩვენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, ფაქტები, განცხადებები არსებობს და შეიძლება თუ არა ამ ფონზე, მათი ამ განცხადებების ფონზე შეიცვალოს მაინც საქართველოს მიმართ მიდგომები. ჩვენ ხედავთ მათ საქმიანობაში ორმაგ სტანდარტებს,
მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან ხოლმე საქართველოს საქმეებში და არა მარტო ერევიან, ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, ეს მეტყველებს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, რამდენად გახდება ეს კონკრეტული შემთხვევა, მათი მიდგომის შეცვლის საფუძველი არ ვიცი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში, სხვანაირად ეს ადამიანები თვითონ აყენებენ საკუთარი ასე ვთქვათ, სტრუქტურების ინტერესებს ზიანს და სწორედ ასეთი მიდგომების ორმაგი სტანდარტების შედეგია ის, რომ ევროკავშირში განვითარების ტენდენციები არის უარყოფითი, ეს ეხება როგორც დემოკრატიას, ისე ადამიანის უფლებებს და ასევე ეკონომიკას. ევროკავშირში არსებულ კრიზისზე არის უკვე აქტიურად საუბარი, როგორც ბრიუსელში, ასევე ამ თემაზე საუბრობს მათ შორის დონალდ ტრამპი და ამბობს, რომ გამოწვევა არის და მიზეზი არის ის, რომ ევროპელი ლიდერები ასეთ ნაბიჯებს დგამენ. როგორ შეაფასებთ ამას, არსებობს თუ არა ევროკავშირში კრიზისი? რაზე ჩვენ საუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, იმაზე საუბრობს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია. მათ შორის ჩვენ საუბრობდით ეკონომიკურ ტენდენციებზე და აღვნიშნეთ არაერთხელ, რომ 2008 წლის შემდეგ ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში რადიკალურად შემცირდა. 2008 წელს ეს წილი იყო 30% და 2024 წლისთვის ჩამოვიდა 17.5%-მდე და ეს ტენდენცია არის კლებისკენ მიდრეკილი. წელსაც წლის ბოლოს უკვე 17.5-ზე ნაკლები იქნება ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში. და ზუსტად იგივე ციფრები მცირე განსხვავებით წლებში იყო იქ განსხვავება იყო მოცემული ამერიკულ შესაბამის დოკუმენტში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მარტივი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეკონომიკური ტენდენციები ევროკავშირში არის ძალიან უარყოფითი. ხო, მარტივი სტატისტიკა 2008 წელს სოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი იყო 30%, ახლა არის 17.5%. ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ხო, იგივე პერიოდში ამერიკის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში გაიზარდა. ევროკავშირი შემცირდა 30-დან 17.5%-მდე. ასევე 2008 წელს ჩინეთის ეკონომიკა იყო 4 ტრილიონი დოლარი და ახლა არის დაახლოებით 18 ტრილიონი დოლარი, ანუ დაეწია ევროკავშირს. ევროკავშირის დარჩა იქ, სადაც იყო, ჩინეთი დაეწია 4 ტრილიონიდან წარმოედგინეთ და ამერიკული ეკონომიკა თუ იყო 15 ტრილიონი, ახლა თითქმის 30 ტრილიონამდე არის გასწილი. ეს ყველაფერზე მეტყველებს. და ეს ყველაფერი არის ევროპული ბიუროკრატიის უსუსურობის შედეგი, ნაცვლად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია იყოს ორიენტირებული საკუთარი ეკონომიკური პრობლემების დაძლევაზე, ისინი არიან დაკავებული სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევით, ხო? ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვს დაკარგული სუვერენიტეტი და არასუვერენული ევროპული ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მიუტანს ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ვითარება შეიცვლება, სხვანაირად ეს ტენდენციები არ შეჩერდება. და იგივე ეხება მათ შორის ადამიანის უფლებებს, იგივე ეხება დემოკრატიას. თქვენ ნახეთ რა მოხდა რუმინეთში. თქვენ ხედავთ როგორ მუშაობს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხო? ჩვეულებრივად ყალბი ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ეს არის უმძიმესი ტენდენციები, რასაც ესაჭიროება შეჩერება. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს პარლამენტი. კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ცვლილებების მიღება და კანონ პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში რისი პრევენცია იქნება შესაძლებელი? აქ მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი, 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანს. თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას. შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლა შედის კიდევ ერთი ცვლილება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ ის, რომ 100-მა კაცმა და 50-მა და თუნდაც 150-მა კაცმა არ უნდა შეეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს, ხო? როდესაც ხარ ცოტა უნდა დაკმაყოფილდე იმოცემულობით, რომელიც გაქვს და უნდა პატივისცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს. მოგესალმებით ბატონ პრემიერო, რამდენიმე კითხვა მექნება. მეც დავიწყოთ 4 ოქტომბრის საქმეზე. დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. ოპოზიცია აქტიურად ამტკიცებს, რომ ეს არ იყო რევოლუციის მცდელობა, რა კვალიფიკაციითაც არიან ეს ადამიანები დაკავებული და ეს იყო პოლიტიკური აქტი. თქვენ როგორ შეაფასებთ, რამდენად წონადი
ესე ვთქვათ, შეფასება ეს ყველა რამდენად რელევანტური შეფასება. რა თქმა უნდა, ეს ღიმილის მონგრელია, დაანონსებული იყო დამხობის აქცია, დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია, დამხობა არის დამხობა, ხო? პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის იყო ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით. თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის ცდილობა ჩავარდა, მაშინვე გაემჩნდნენ დამხობის აქციას. ყველაფერი არის დღესავით ნათელი, რა თქმა უნდა, აქ ეს საუბრები არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და არგუმენტები არის უსუსური დამხობის აქციას, როცა ანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, რომელიც უკვე პარლამენტში რამდენად პასუხობს ის არსებულ გამოწვევებს და ასე ვთქვათ, რა სამომავლო პერსპექტივებს აჩენს ქვეყნისთვის. ჩვენ შევიმუშავეთ მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, აქ არის სოციალური პრიორიტეტები მაქსიმალურად ფართო დასახული, ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, ეს არის მათ შორის ჯანდაცვის თემები, სოციალური საკითხები და ასე შემდეგ. მესამედზე მეტი არის განკუთვნილი სოციალური პრიორიტეტების, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილებისთვის. გარდა ამისა, აქ არის სათანადო დასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც, 8 მილიარდზე მეტია კაპიტალური დანახარჯები, რაც არის თლიანობაში გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამასთანავე უზრუნველყოფს ბუნებრივია ეკონომიკის სტიმულირებას. აქ არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული რეფორმების გატარებასთან, მათ შორის განათლების რეფორმის განხორციელებასთან და შემდეგ, ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად დასახული სახელმწიფო ბიუჯეტში. ერთსაც გითხავთ, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსის კვლევა გამოქვეყნდა დღეს, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით არის და საქართველოს 10 ბალიანი სისტემიდან 6 გულა მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის საუკეთესო ოცეულში შევიდა ამ კუთხით, მათ შორის რეიტინგით უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს სიმფონზე, როდესაც ჩვენ სრულად განსხვავებულ განცხადებებს ვისმენთ ხოლმე, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილისგანაც და ოპოზიციისგან. ნუ რეალურად ყველა ხედავს რა ვითარება ის ფაქტი რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე უსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას ყველაფერზე მეტყველებს ჩვენ ხშირად ვთხოვთ ხოლმე მათ შორის ევროპელ კოლეგებს წარმოადგენენ კონკრეტული ფაქტები თუ რაიმე შენიშნა აქვს სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით მაგალითად წლების განმავლობაში ვითხოვდით წარმოადგენათ თუნდაც ერთი საქმე, სასამართლო საქმე, სადაც ისინი ხედავდნენ უსამართლო გადაწყვეტილებას, ვერც ერთ ასეთ საქმეზე ვერ გასაუბრებოდნენ. უფრო მეტიც, იყო არაერთი საქმე, პოლიტიკურად, ასე ვთქვათ, გრძნობიარე საქმე, მათ შორის, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში და ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მოიწონა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელის გულზე დევს და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თუ რა ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში. ამ ფონზე ჩვენ გვახსოვს, რომ მთელი რიგი კამპანიები იყო ინიცირებული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ყველა ეს კამპანია ჩავარდა სწორედ იმის გამო, რომ სინამდვილე არის სხვა. სინამდვილე არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა. გამარჯობა რუსუდან დუმაძე ტv პირველი. ბატონო ირაკლი, ოკუპირებულ სოხუმში 2 დღის წინ დაადასტურეს გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის შესახებ აშენების შესახებ ინფორმაცია, ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს და გაცილებით უფრო ადრე მედიაც აშუქებდა ამ საბაჟო ტერმინალის აშენების შესახებ ამბებს. თუმცა ამ დრომდე თბილისის რეაქცია არ არის ცნობილი და პოზიცია ჩვენ არ ვიცით საქართველოს ხელისუფლების რომლის თანხმობის გარეშე ტერმინალი ფუნქციონირებას ვერ შეძლებს და გეგმაც ვერ შესრულდება. რა პოზიცია აქვს ოფიციალურ თბილისს ამ ტერმინალზე? ნუ მოგეხსენებათ ჩვენ არავითარ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხრიდან ამაზე ვერ იქნება ბუნებრივია საუბარი. თქვენ თავის დროზე გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს სოფლიო საავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო ეს შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა
შექმნილი იყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის სპეკულაციები. არ თანამშრომლობთ ამ კომპანიასთან, რომელიც დაასახელა. არავითარი, ეს არის სპეკულაცია. თუმცა აი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო საიდუმლოდ და ომის შემდეგ. ინფრასტრუქტურა უკვე იქ არსებობს და როგორ შეიძლება თბილისის პოზიციის გარეშე გალის რაიონში აშენდეს ტერმინალი ასე უპერსპექტივოდ? არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენი მხრიდან არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით. ზოგადი შეთანხმება არსებობს, თუმცა ამ კუთხითაც არავითარი აქტივობა არ ყოფილა, ეს არის ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს. თუ რაიმე ცვლილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენგან შეიტყვეთ. რა განაპირობებს ცვლილებას? მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ თავის როზე წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო შეთანხმება შვეიცარიული ხარის ჩართულობით ტვირთების გადაზიდვის თაობაზე. მე როგორც მეუბნებიან, ეს არის საკითხი არ დაწყო. ფსოუზე და არა გალის რაიონში ტვირთების გადატანა. ითუმეტეს ჩვენ რა შუაში ვართ ამასთან. მე გეუბნებით ახლა გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის ფუნქციონირება სამომავლოდ არის თუ არა პერსპექტიული თქვენეთ? აი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით არის აკრძალული ახალი ტვირთების გატარება აფხაზეთის გავლით. ხომ არ შეიძლება განიხილოთ კანონში ცვლილებები? ეს კანონი არის ძალაში და არავითარი ინიციატივა მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს. კი ბატონო, ანუ თქვენ არ გაატარებთ ტვირთებს რუსეთისთვის? კიდევ სწორად არ გავატარებ. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ეს უკვე ეხება ევროპარლამენტს დაგეგმილ დებატებს საქართველოს შესახებ, დემოკრატიული კრიზისი საქართველოში ასე ქვია. აი ხა მე კითხვას გისვამთ, მაგრამ ვიცი რა პასუხსაც გამცემთ ევროპარლამენტში დებატებზე, თუმცა აი უკვე რამდენჯერ გვესმის ასეთი პასუხი ბატონო ირაკლი და სულ თქვენი იმედი არ ვიცი უპერსპექტივო რომ აი ელოდებით იქნებ ბიუროკრატია შეიცვლება იქნებ რაღაც როგორ ვერ მოახერხეთ ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებამ რომელსაც გაცხადებული გაქვთ სურვილი რომ ევროკავშირში ქვეყანა გააწევრიანოთ ვერ მოახერხეთ ვერავის დალაპარაკებოდით და ვერავინ დაგერწმუნებინათ, იმიტომ რომ რაღაც საკითხებზე მართალია თქვენ თანხმობა არ გაქვთ თქვენ და ევროპელებს, რომ გამოძიებას იწყებთ, ისინი არენდობიან, ახალ გამოძიებას გთხოვენ, კანონებს იღებთ, ისინი გაკრიტიკებენ და როგორ, ანუ არ შეგიძლიათ ევროპასთან ურთიერთობა და არც გსურთ. ნახეთ, ძიმე ვითარება ევროპულ ბიუროკრატიაში და პოლიტიკურ წრეებში, მაგალითისათვის, ცოტა ხნის წინ, 2-3 თვის წინ გაიმართა ერთგვარი სამიტი დაკავშირებადობის თემაზე, ტრანზიტის თემაზე და ამ შეკრებაზე იყო წარმოდგენილი შუა აზიის 5 ქვეყანა და სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყანა და არ იყო წარმოდგენილი მხოლოდ საქართველო. ევროკომისიის ეგიდით გაიმართა ეს შეკრება. და ევროკომისიას მიაჩნია, რომ ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული, საქართველოს არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და ასე შემდეგ. ნახეთ, რა მნიშვნელობა აქვს. ხო, ანუ 7 ქვეყანა მიიწვიეს უმაღლეს დონეზე, საქართველოს ელჩის დონეზე და სხვა სამიტიც გაიმართა, სადაც საქართველოს საერთოდ არ იყო მიწვეული. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის 8 ქვეყანა და საქართველოს მათ შორის იყო ყველაზე არადემოკრატიული და საქართველოს იყო ერთადერთი, რომელსაც ზღვაზე არ ქონდა გასასვლელი და ვერ ეხმარებოდა სხვა ქვეყნებს ზღვასთან კავშირში. აი აქამდე არის დასული ევროკომისია. რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს არ ვიცი. თქვენი აზრით აქ პრობლემა თქვენს პოლიტიკაში ხომ არ არის? არა მხოლოდ არადემოკრატიულობაში, არამედ თქვენს პოლიტიკაში. ყველა თქვენი გამოსვლა თუ ევროპაზე საუბარი სრულდება და იწყება მათი კრიტიკით და ლანძღვა. ამ ქვეყანას შორის საქართველოს აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ყველაზე ანტიდასავლური. ხა თავად განსაჯეთ, ხა რაღაც სერიოზულობა უნდა გქონდეს ამ მიდგომებს. კი ბატონო, თუმცა ამდენი ქვეყნის ლიდერიდან ერთი ლიდერი გეგულებათ, მხოლოდ ვინც თქვენი პოზიცია შეიძლება ასე ვთქვათ, თქვენს პოზიციას მხარი დაუჭიროს ევროკავშირში. იმიტომ რომ ძიმე მდგომარეობა ევროკავშირში. ანუ როცა ასეთ რამეს აკეთებ. პერსპექტივა მაშინ საზოგადოებას უნდა ვთქვათ, რომ პერსპექტივა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება. და რა შეცვლის თქვენ რა ნაბიჯს დგამთ, რომ რაღაც ურთიერთობები დათქვეთ? ნებისმიერ ქვეყანაში, ან ნებისმიერ სტრუქტურებში შეიძლება ძიმე მდგომარეობა შეიცვალოს დადებითი მდგომარეობით. ჩვენ გვაქვს ეს ოპტიმიზმი. აი ამ დებატების შემდეგ კიდევ ერთხელ რომ გავიმეორებ 8 ქვეყანა და საკითხი ეხება დაკავშირებადობას და 8 ქვეყანიდან 7 არის ზღვასთან გასასვლელის არ მქონე, 5 შუა აზიის ქვეყანა და პლუს სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყანა. 7-დან არც ერთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და საკითხი ჩვენ ვართ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. ამ 8 ქვეყნიდან 7-ს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. და თავარი საკითხი არის ზღვაზე გასვლა.
და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხაზზე გასასვლელი ამ 7 ქვეყნისთვის და 7 ქვეყანას იცვევ და მერვეს არა. და კიდევ ერთხელ, ამ 8 ქვეყანას შორის საქართველოს აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ყველაზე ანტიდასავლური. ხა ეს იმდენად არასერიოზულია, რომ მე მგონი თქვენს საკუთარი დასკვნებიდან გამოიტანოთ მიუხედავად უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა რომლის მიმართაც არსებობს პირობები და რეკომენდაციები შესასრულებელი და ამის ნაცვლად როცა ევროპელებს ესმით პირიქით თქვენი მხრიდან კრიტიკა ლანძღვა თუ შეთქმულების თეორიები თქვენში ხომ არ ხედავთ პრობლემას შემთხვევით იყავით თვითკრიტიკული ბატონო ირაკლი ლანძღვა სად მოისმენთ ლანძღვა სად მოისმენთ ძიმე მდგომარეობა როა ევროპულ ბიუროკრატიაში ეს ლანძღვა ძიმე მდგომარეობა ახლა 10 წუთის წინ მოვისმინეთ რომ მთელი წელია გვესმის ლანძღვა არა ლანძღვა რა არის კონკრეტული ციტატა გაიხსენეთ რომ deep state-ი მართავს ევროპულ ბიუროკრატიას თუ რა ვქენით რომ ქვეყნის მეორე ფრონტი ეგ ლანძღვა თუ კრიტიკა აი იმდენი განცხადება შემიძლია ხა გავიხსენოთ თქვენი გუნდის წევრების ევროპარლამენტარებიდან დაწყებული ხან რა ეპითეტებით მოიხსენებენ ბატონო ირაკლი მართლა რომ გაგახსენოთ არა ნახეთ ახლა შეიძლება კონკრეტულმა დეპუტატმა შეიძლება რაღაც თქვას მე არ ვიცი მაგრამ ნახეთ არა ერთსამით ავიღოთ უმაღლეს თანამდებობის პირები ლანძღვა ერთი ციტატა მაინც გაიხსენეთ ლანძღვის გამახსენდება, მაგრამ თქვენი განცხადებები მუდმივად არის ანტიდასავლური. არ არსებობს ეგეთი. ანტიდასავლური კრიტიკა. Deep State-ის შეთქმულების თეორიებზე გვესაუბრეთ. ეს რაღაცა თქვა მაშინ. როდესაც ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ანტიდემოკრატიული ხელისუფლება, ეს ლანძღვა თუ კრიტიკაა? ანტიდემოკრატიული ხელისუფლება კრიტიკაა, კი? ხო, და ჩვენ რო ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია, ეს ლანძღვა თუ კრიტიკაა? ეს არ არის ერთადერთი განცხადება, რომელიც ხო, და ერთი გამახსენეთ, კაცო, მე სად გავლანძღე მაგალითად? სად გავლანძღე? აი მე მახსოვს ერთი განცხადება გამახსენე. მე მახსოვს ლანძღვა არ არის მაინც და მაინც რაღაც ცუდი სიტყვების თქმა ევროპელებზე მე როცა ლანძღვას ვამბობ მე ვგულისხმობ რომ თქვენ მათ აკრიტიკებთ და შეთქმულების თეორიებს აბრალებთ და ასე შემდეგ და სხვადასხვა ცუდი ეპითეტით შეიძლება თქვენ არ გახასიათებთ თქვენს ლექსიკონში მაგრამ თქვენი გუნდის წევრები პარლამენტში ყოველდღე ერთმანეთზე უარეს სიტყვებს ხა თქვით რომ კრიტიკა ყოფილა ლანძღვა და კრიტიკა ლანძღვა თუ არ არის ლანძღვა ამაზე შევჯერდეთ. თუ კრიტიკა ლანძღვა გამოდის, რომ ევროკავშირი გლანძღავს უკვე 3 წელია. კარგი, არ შევყვეთ, ანუ თქვენ ევროკავშირი გლანძღავს ჩვენ 3 წელია თუ გაკრიტიკებს, რა შვება? გაკრიტიკებთ კი. უმეტესად კრიტიკა ლანძღვა თუ როგორ არის? არა, ლანძღვა არის უფრო ალბათ ნახეთ, მაშინ იმ სიტყვებს მივიყენებთ. რაც არ უნდა გამოიყენოთ, იმიტომ რომ ძიმე სიტყვებით კრიტიკა არის ლანძღვა, ჩემი აღქმით ასეთია და მე შეიძლება თქვენი მხრიდან, ბატონო ირაკლი, შეიძლება თქვენი მხრიდან მე ეს არ მომისმენია, იმიტომ რომ თქვენ ლექსიკაში არ გახასიათებთ არაეთიკური სიტყვები და არ ვდებთ ამაზეც თავს, მაგრამ ვინ გალანძღა შალობაბაშვილმა გალანძღა თუ გიორგი ვოლსკიმ თუ ვინ გალანძღა? ირაკლი ზარქუა. აბა როგორ გაიხსენეთ? არ გვინდა შორს წაგვიყვანს და საერთოდ არ არის საინტერესო. გამოიყენა კონკრეტული სიტყვა, ისიც ვფიქრობდა რომ არის. ჩემზე კარგად იცის მაყურებელმა. არ ვიცი. რეალურად ნახეთ, ლანძღვას ჩვენი მხრიდან თავრობის წევრი იყო, აკაცუკებს რომ ეძახით ბოლოს და ბოლოს. ჩვენი მხრიდან კი, აკაცუკებს ეძახით ფინეთის მინისტრს. ჩვენი მხრიდან ეს არ არის ლანძღვა. აჰა, ეს კრიტიკა. არასდროს არ გაგვილანძღავს. რა თქმა უნდა, კრიტიკა ეს არის აკაცუკი რა არის? ეს კრიტიკაა, რეალურად კრიტიკაა, როდესაც 50 ადამიანს შორის დადგები, ახლა მან რაც გააკეთა, იმსახურებდა შესაბამის კრიტიკას. ბატონო? აკაცუკი. არა, ეგ კრიტიკა. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება კრიტიკა მიიღოს შეურაცხყოფად, მაგრამ ეს იყო დამსახურებული კრიტიკა. ეს არ იყო შეურაცხყოფა, ეს იყო კრიტიკა. ეს იყო კრიტიკა, რომელსაც იმსახურებდა იმ ქმედების გამო, იმ სრულიად სამარცხვინო ქმედების გამო, რომელიც მან განახორციელა. ერთი კითხვა დამრჩა. ეს უკვე შეეხება თბილისის მერიის, პარლამენტის და ადმინისტრაციის შესაძლო გადატანის საკითხს. ბაზრის მოკვლევა უნდა დაიწყოსო, რატომ დადგა ეს დღის წესრიგში და შეიძლება თუ არა პარლამენტის შენობის გაყიდვა დადგეს ასევე დღის წესრიგში. ყველა საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ზოგადად ჩვენი საჯარო მოსამსახურეებისთვის შრომის პირობები ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ზოგადად ასეთი გეგმა, რომ ჯერ დავსწრებული არ არის რომ უწყებებს შეეხება, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს იმისათვის, რომ იგივე ფასად
ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას. ხო, ერთი მხრივ ეკონომიკური აქტივობა იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელშეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც და მეორე მხრივ საინვესტიციო მიზნებით, როდესაც მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. ანუ ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას. მოგესალმებით, ანა ბროლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ორი კითხვა მექნება ბატონო ირაკლი. ერთი თქვენ საუბრობთ, რომ როდესაც იწვევენ 8 ქვეყნიდან 7, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყანას არ იწვევენ, ეს არის ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელი და ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია დამოკიდებულება, რომელიც მოვისმინეთ კოშტასგან და კაია კალასისგან. ამ ნაწილს დავუბრუნდები, როდესაც ისინი ამერიკასთან მიმართებაში ამბობენ, რომ პარტნიორების კრიტიკა შეუძლიათ, თუმცა არ ჩაერევიან შიდა საქმეებში და თქვენ მათ განცხადებებს აღიქვამთ როგორც შიდა საქმეებში ჩარევას. მაშინ რა დამოკიდებულება ჩანს ამ ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებისა საქართველოს მიმართ? ანუ ქვეყნად არ აღვიქვამენ და არ აღვიქვამენ პარტნიორად. რეალურად უფრო ღრმად უნდა შევიდეთ, ევროპული ბიუროკრატია გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად, როდესაც ჩვენ თქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ეს ზღვარგადასული კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, მას შემდეგ 6 რეზოლუცია მიიღეს, მას შემდეგ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოვიდა და პირდაპირ საარჩევნო პროცესებში ჩაერია, პირდაპირ მოუწოდა ხალხს ამორჩევალს გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხო, პირდაპირ განცხადებები გააკეთა. მაშინ ევროკავშირის ელჩმა და ბევრ სხვა მაგალითსაც გაგახსენებთ. ხო, ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, საქართველოში და საქმეებში. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი. ხო, ეს იყო კამპანიის ნაწილი. ეს კამპანია დაიწყო არსებითად 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩვენ თქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე. არაფორმალური ძალები პირდაპირ უზრუნველყოფდნენ ევროპული ბიუროკრატიის ჩართვას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ევროპული ბიუროკრატია დღემდე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. ხო, სხვა ახსნა რა აქვს, ახლა 8 ქვეყანას უნდა იწევდეთ და აქედან 7 იწევდა საქართველოს არა, ამ სხვა რავითარი ახსნა არ აქვს. ხო, 8 ქვეყნიდან გადაერთხელ გაიმერებ მათი მტკიცებით ამ 8 ქვეყნიდან საქართველო იყო ყველაზე არაპროდასავლური და ყველაზე არადემოკრატიული. ხო, ნუ აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია, რა თქმა უნდა ეს მითქმა. ეს ინიციატივაზე გითხავთ, ასეთი ორი ფრაზა გამოიყენეთ, რომ ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ მავნე პრაქტიკა აღმოიფხვრასო, რა არის მავნე პრაქტიკა ამ შემთხვევაში და სპეკულაციური პროექტები გაიცხრილოსო, რა პროექტებს გულისხმობთ და შეიძლება თუ არა ვიხილოთ რამე ესეთი ცვლილებას აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს. კი, იყო მანგიერი პრაქტიკა და უფრო მეტიც ვიტყოდი მანგიერი პრაქტიკები სხვადასხვა მიმართულებით, რასაც ჩვენ ვებრძოდით ამ თვეების განმავლობაში და ეს ყველაფერი ნელ-ნელა იწმინდება. მაგალითისათვის ერთი მანგიერი პრაქტიკა რომ დაგესახელოთ ერთ-ერთ მაგალითად, ეს იყო გადაყიდვების პრაქტიკა. ანუ გაიცემოდა ჰაერზე ნებართვები, ხდებოდა კონკრეტული ტერიტორიების მონიშნა, სადაც შეიძლება აშენდეს მაგალითად ჰესი, მზის სადგური ან ქარის სადგური და რეალურად ნულიდან ცდილობდნენ კონკრეტული ადამიანები ნებართვის გადაყიდვას საკმაოდ დიდ ფასებად, ხო? მაგალითად მეგავატში შეიძლება აიღოთ $20,000 1 მეგავატში. ეს პრაქტიკა იყო მაგალითად ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ენერგეტიკის განვითარება. ჩვენი სურვილია რომ მთლიანად გავხსნათ ეს პროცესი, მათ შორის მთლიანად აღმოიფხვრება გადაყიდვის პრაქტიკა, ანუ სპეკულიანტობის პრაქტიკა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ამ სექტორში. გარდა ამისა, გვაქვს ეჭვი რომ ხელოვნურად ფერხდებოდა გარკვეული ნებართვების გაცემა, პირიქით ხელოვნურად ჭარბად გაიცემოდა გარკვეული ნებართვები, ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს, უნდა გაიფილტროს და უნდა გაიხსნას მთლიანად პროცესი. ჩვენ გვჭირდება სერიოზული შედეგების მიღწევა ენერგეტიკის სფეროში. დღეს ჩვენი გენერაცია არის დაახლოებით 4600 მეგავატი, 3200 იყო 2012 წელს, გაიზარდა დაახლოებით 4600-მდე, 4700-მდე და ჩვენი სურვილია რომ 8000-მდე ავიდეთ 4 წლიან პერსპექტივაში, რაც ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა რეალურია. დღეს არის გაცემული 15000 მეგავატზე მთლიანობაში. ნებართვები, პროცესები არის დაწყებული. თუ ჩვენ გავხსნით პროცესს, ეს მიზნები არის მიღწევადი და სწორედ ამას ემსახურება მათ შორის დავალიანებების ჩამოწერა, რასაც დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს გეგმა თუ შემცირდა, შეამცირებს ეს ჩვენს დამოკიდებულებას ენერგორესურსზე რუსეთთან. მარტო რუსეთზე ხო არ არის საუბარი, რუსეთიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგადად ჩვენ თუ
გავზრდით გენერაციას შესაბამის ნიშნულამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იქნებით ერთი რომ სრულად თვითგმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დარჩება დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე, ნავთობზე, სადაც რესურსები ჩვენ არ გვაქვს. კი, სრულად 12 თვის განმავლობაში, კი, რა თქმა უნდა, ეს სტანდარტულად ასეა. სამთრის პერიოდში გვაქვს დეფიციტი და ზაფხულში პირიქით შეგვიძლია ექსპორტზე გადანა. როცა საუბარია თვითგმარობაზე, აქ იგულისხმება 12 თვის განმავლობაში თვითგმარობა, პრინციპულ თვითგმარობაზეა საუბარი, სრულ თვითგმარობაზე და ასეთ შემთხვევაში უკვე მეტი საექსპორტო ელექტროენერგია შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში. ამას სჭირდება პროცესების დაჩქარება. ბოლო 4 წლის განმავლობაში მაინც სწრაფად არ წარიმართებოდა პროცესები, თუმცა იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მივიღეთ, რეალურად არსებითად დაჩქარდება პროცესები. გარდა ამისა, მეტი ინვესტიციები ჩაიდება ჩვენი მხრიდანაც. უკვე აღნიშნე, რომ 359 მილიონი ლარი დაიზოგა მარტო პროექტების ოპტიმიზაციის შედეგად და ყოველწლიურად იზოგება, მაგალითად, კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და სხვა მიმართულებებით, წლიურ წროლში იზოგება 25 მილიონი ლარი, 4 წელიწადში არის მაგალითად 100 მილიონი. ესე ჩაბრუნდება, რა თქმა უნდა, სისტემის განვითარებაში და ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. ერთი კულტურული თემა, ქართულ ხორბალს იუნესკომ მიანიჭა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება და მადლობა მინდა გადაუხადო შესაბამის უწყებებს, კულტურის სამინისტროს, განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რამდენიმე უწყება იყო ჩართული, არ მინდა რომელიმე გამორჩეს. მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყო საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. გელა ბოჩკაშვილი, რადიო თავისუფლება, განათლების საკითხზე მექნება დღეს ძირითადი კითხვა. საუნივერსიტეტო განათლებით დავიწყოთ. უნივერსიტეტში დააარნოსეთ თქვენ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა შეეძლებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და უფასო იქნება სწავლა. როგორი მოლოდინები გაქვთ, როგორი გათვლა გაქვთ, შემცირდება თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა, ანუ ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობა და ეს ხომ არ არის, მოდით ამაზე მიპასუხეთ და კიდევ დაგისვამთ რამდენი კითხვას ამ მიმართულებით. რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში პირიქით სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს ამ გადაწყვეტილების შედეგად. ხო, წელს მაგალითად იქნა მიღებული დაახლოებით 31000 სტუდენტი ჯამში ყველა უნივერსიტეტში. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება ამ მოლოდინის გათვალისწინებით. ანუ პირიქით რაოდენობის ზრდა გვექნება, აქ მოვისმინე უამრავი სპეკულაცია მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შემცირდება ადგილების რაოდენობა, შესაბამისად თუ ადრე უფრო ადვილი იყო მაგალითად ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება, ეხლა იქნება ეს უფრო რთული, რეალურად არავითარი ფორმით კვოტები არ შემცირდება. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვაწარმოებთ შრომის ბაზრის ანალიზს და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის, მაგრამ ჯამურად სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ შემცირდება, პირიქით გაიზრდება კვოტები სტუდენტების მისაღებად. იმიტომ რომ მოლოდინი გვექნება, რა თქმა უნდა, რომ მეტი წამოვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისკენ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო სტუდენტებისთვის, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე. დაახლოებით რამდენი პროცენტით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობა? თუ გაქვთ ეს გათვლილი? მე მგონი არსებითი ზრდა გვექნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 50%-ით? 20%-ით? აი დაახლოებით. მე არ გამორიცხავ, რომ შეიძლება 30000-მდეც გაიზარდოს, შეიძლება 27000-მდე, 28000-მდე გაიზარდოს. ამას უკვე, რა თქმა უნდა, მოთხოვნა მიწოდება და არეგულირებს. ანუ ზრდა გვექნება ისე, რომ რამდენიც აბარებდა უნივერსიტეტებში წელს იმდენივეს შეიძლება უნივერსიტეტებში ჩაბარება მომავალ წელსაც. თუნდაც რომ სახელმწიფოზე გაკითხებით. მათ შორის შეიძლება თეორიულად მთლიანად სახელმწიფომაც აითვისოს ეს რესურსი. თეორიულად ეს შეიძლება მოხდეს. თავი ჩვენთვის არის ის, რომ არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტში მოხვედრა, იქნება სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი. კვოტები განისაზღვრება ამის შესაბამისად. რამდენიმე პატარ-პატარა კითხვა მოგვს ამ საკითხზე და მინდა რომ ყველას დასმა შევძლო. თქვენ მე როგორც აღვიქვი ყოველ შემთხვევაში გაცხადებული პოლიტიკიდან გამომდინარე, მიზანი არის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. ხო ასე არის. თუ კი მაღალი კონკურენცია იქნება კერძო უნივერსიტეტებთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტს, თუ კი ნორმალური საბაზრო ეკონომიკა იქნება განათლების მიმართულებით შექმნილი. სტუდენტმა თუ იცის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში უკეთეს განათლებას მიიღებს და არა კერძოში.
დღეს თუ ეს შესაძლებელი არის, რატომ არ წავა სახელმწიფო უნივერსიტეტში და რატომ წავა კერძო უნივერსიტეტში, რატომ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო იმაში ფული, რაც შეიძლება რომ თქვა დაფინანსებული იყოს თვითონ სტუდენტის მხრიდან და რატომ არ შეიძლება სტუდენტს შეეძლოს თვითონ აირჩიოს კერძო უნივერსიტეტში სწავლა ურჩევნია თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ხომ ანუ წლების განმავლობაში ასე ხდებოდა რომ უნივერსიტეტს თუ კი კარგი აკადემიური მოსწრება ქონდა შეეძლო ჩაებარებინა მისთვის სასურველ კერძო უნივერსიტეტში რომლის ფასსაც ფარავდა სახელმწიფო. ახლა სრული არჩევანი აქვს სტუდენტს, თუ უნდა ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტში, შეუძლია ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტში. ჩვენი ამოცანა დიპლომის ხარისხის გათანაბრება, დღეს არ არის უზრუნველყოფილი ხარისხის თანაბრობა, ხო? საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ამით არის უკვე ყველაფერი ნათქვამი. ჩვენაირ ქვეყანაში, 4 მილიონიან ქვეყანაში და თან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში 64 უნივერსიტეტი როცა მოქმედებს, ამით არის ყველაფერი ნათელი. მეტი ჩაღრმავებაც კი არ დაჭირდება ამას. ჩვენი მიზანი რა არის, რომ როდესაც თქვენ მიზანი ხომ არის, რომ სტუდენტმა მიიღოს განათლება და მაღალი ხარისხის კონკურენციის პირობებში უფრო შესაძლებელი არის. კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტს თუ ექნებათ კონკურენცია და თუ ეცოდინებათ, რომ სახელმწიფო გრანტიანი სტუდენტი შეიძლება წაიყვანონ თავისთან და სტუდენტს, ასე ვთქვათ, კარგი აკადემიური მოსწრების სტუდენტი წაიყვანონ. კონკურენცია მცირდება თუ იზრდება. ამ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ეუბნება, რომ თუ კი 30,000 სტუდენტი არის, მე შემიძლია 30,000-ივე მივიღო უფასოდ. ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია ხო არ არის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. და დღეს პრობლემა ნახეთ რა არის. ჩვენ როცა ყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება ყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ ყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა 1 ან მაქსიმუმ 2 გუნდი. და ჩვენ ვაკეთებთ რას, რომ ყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი. ჩვენთვის შიდა კონკურენცია კი არ არის თავარი, ჩვენთვის თავარია კონკურენცია საერთაშორისო მასშტაბით, რომ საქართველოში ქართულმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება. დღეს გეტყვით რა ვითარება, მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე ზებირად ვიცი. TSU-ში საშუალო დონის განათლებას ვაძლევთ ჩვენ სტუდენტს. ამაზე დაბალია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში საშუალოზე დაბალია ის იურიდიული განათლება, რომელსაც ისინი იღებენ. და კიდევ ერთხელ 11 კარგი ფეხბურთელი თუ ყავს, არ შეიძლება შექმნა 3, 5 ან თუნდაც და მით უმეტეს 64 გუნდი. აი ეს არის დღევანდელი სისტემა და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ვის არ მოწონს ეს რეფორმა, ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული და თავარი შედეგი არის რა, რომ ქართველი სტუდენტი სათანადო დონის განათლებას ვერ იღებს საქართველოში და ეს უნდა შევცვალოთ, ხო? კი ბატონო. თქვენი არ შევცვალოთ და დავტოვოთ ის რაც თქვენი მიზანი არის, რომ სტუდენტი, რომელსაც ექნება ბაკალავრის ხარისხი, კონდეს სათანადო განათლება. ხო ასე არის. კონკურენციის პირობებში ეს უფრო მეტად შესაძლებელი არ იქნება? ნახეთ, შიდა კონკურენცია ხო არ არის თავარი. ჩვენ გვაქვს მაგალითად საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. და გვაქვს კარგი შიდა კონკურენცია, იმიტომ რომ 10 გუნდია და ერთმანეთს ეთამაშებიან, მაგრამ ჩვენთვის ამოცანა ეს კი არ არის. რომ 10 გუნდი ერთმანეთთან თანაბრად თამაშობდეს. ჩვენი მიზანია რომ ყავდეს მაღალი დონის გუნდი საქართველოში. ეს არის ჩვენი მიზანი. შიდა კონკურენცია კი არ არის. შიდა კონკურენცია გვაქვს საქართველოს ჩემპიონატს შეხედეთ, 10 გუნდი ებეკრება ერთმანეთს და შესანიშნავი კონკურენცია. თამაშობენ ერთმანეთთან, ხან იგებენ, ხან აგებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ საქართველოში 64 გუნდი ერთმანეთს ეთამაშებოდეს კონკურენტულად. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართულმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის. შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის. მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეფორმის გატარება. კი ბატონო, თქვენ სტატისტიკაზე გეპართ ხოლმე საუბარი, აი პროცენტებით ახსენეთ ევროკავშირთან დაკავშირებით და ამ განათლების ნაწილშიც რომ ვილაპარაკოთ. წლებია სახელმწიფო პროგრამები არსებობს, რომელიც არის დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. შედეგები თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ, აი მაგალითად, სადაც იცოდნენ სტუდენტებმა რომ მის ფაკულტეტები იყო უფასო, რა შედეგი მიიღო სახელმწიფომ. ან მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ არ უნდა იყოს დაბალი პროცენტი იმ ადამიანების, რომლებიც აბარებენ უფასო ფაკულტეტებზე და შემდეგ სწავლას არ ასრულებენ ბოლომდე. ან რამდენად მიიღეთ ის შედეგი, რაშიც გადაიხადა რამდენიმე მილიონი ლარი სახელმწიფომ. ჩვენ წარმოადგენთ თქვენ დამაჯერებელი რომ იყოს თქვენი მონათხრობი, ანუ უფასო განათლებას რა შედეგი შეიძლება რომ მოხდეს, თუ ეცოდინება სტუდენტს რომ ყველა შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში ის ისწავლის უფასოდ, რა შედეგი შეიძლება რომ მივიღოთ. დღესაც ხომ არის რაღაც ფაკულტეტები. რაც შეეხება საგამონაკლისო შემთხვევებს, ეს საერთოდ სხვა საკითხია. რაც შეეხება უფასო განათლებას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ეს არის მთლიანად სოციალური საკითხი. ამას
განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენად იმასთან, რომ ეს არის სოციალური ასე ვთქვათ, მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები. ან თავარი მიზანი, რატომაც გადავედით ჩვენ უფასო უმაღლეს განათლებაზე, არის სოციალური. ანუ ჩვენ ვეხმარებით, გახსოვთ, რომ წევლის საკითხი იყო, ხო, ერთ-ერთი ის რომ სტუდენტები ვერ ახერხებდნენ გადასახადის გადახდას და სტატუს შეჩერებული და ამ შემდეგ არც ერთი სტატუს შეჩერებული სტუდენტი აღარ გვეყოლება არასდროს. თავარი თემა არის სოციალური. ჩვენ სტუდენტებს ვუხდით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახადს იმისათვის, რომ მათი სოციალური მხარდაჭერა უზრუნველყოთ. ეს არის თავარი მიზანი. რაც ხო მეორე მხარეს, ხო ხარისხის ამაღლება, ხარისხის ამაღლებას ემსახურება მთლიანად ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარმოვადგენთ. უფასო განათლება თქვენი გათვლებით უნდა ნიშნავდეს ასევე ხარისხიან განათლებას, აი თქვენი მონაყოლიდან ეს შეიძლება იყოს უფასო და უხარისხო. ჩვენ გვინდა რომ იყოს უფასოს და ხარისხიანიც. აი ზუსტად ამ საკითხზე გადავდივარ. სკოლის სასკოლო განათლება როგორი გვაქვს საქართველოში? მე აი თქვენ განათლების მინისტრმა როცა დაანონსა ზოგადი განათლების რეფორმა და გადავათვალიერეთ თქვენი დეკლარაციები ყველა მინისტრის და თუ სწორად მახსოვს 10 მინისტრს ყავს სასკოლო ასაკის შვილი და აქედან 7-ის შვილი დადის კერძო სკოლაში. ერთი არის თავდაცვის სამინისტრო, რომლის ცოლიც არის ელჩი პოლონეთში და არ გვიპასუხა პრესამსახურმა იქ დადიან თუ არა ბავშვები. მეორე არის იუსტიციის მინისტრი სალია, რომლის შვილიც წლების განმავლობაში დადიოდა ბრიტანულ ქართულ აკადემიაში და ერთადერთი იყო განათლების მინისტრი, რომელსაც ყავდა სასკოლო ასაკის შვილი და რამდენადაც ვიცი დადის საჯარო სკოლაში. ანუ აი როდის თქვენი რეფორმებით როდის მიაღწევს სასკოლო განათლება და უნივერსიტეტის განათლება იმ დონეს, რომ თქვენ რომ ხოდა ყავთ კერძო სკოლაში შვილი და თქვენს კოლეგებს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ კერძო სკოლაში აღარ ატაროთ შვილი და ატაროთ საჯარო სკოლაში. გეტყვით, ნუ პირველ რიგში ჩვენ განვაცხადეთ ღიად, რომ თუ კი სადმე გვქონდა ყველაზე ნაკლები შედეგი ამ 3 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები შედეგი გვქონდა განათლების სფეროში. პირდაპირ ღიად თქვით და ამიტომ დავიწყეთ აქტიური მუშაობა როგორც უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე სასკოლო განათლების მიმართულებით რეფორმის გეგმის მომზადებაზე. უამრავი რამ არის გამოსასწორებელი ყველა მიმართულებით, ხო, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან დამთავრებული თვითონ სწავლების და სწავლის შინაარსით, უამრავი რამ არის გამოსასწორებელი. ამიტომ ჯერ წარმოვადგინეთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც 7-ვე ძირითად მიმართულებას მოიცავს და შემდეგ წარმოვადგინეთ უკვე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც 8 მიმართულებას მოიცავს. ჩვენ რო არ დაგვენახა არსებითი პრობლემები ზოგადი განათლების სფეროში და უმაღლესი განათლების სფეროში, რა თქმა უნდა, ასეთი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტულობით არ მოვიკიდებოდით ბუნებრივია რეფორმებს ერთი და მეორე მიმართულებით, ხო? სწორედ იმის გამო, რომ ვხედავთ არსებით პრობლემებს და არსებით გამოწვევებს, ჩვენ დავაინიციერეთ ეს პროცესი და წარვადგინეთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით რეფორმის კონცეფცია. და ახლა გამოდიან ადამიანები და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს არაფერი არ გჭირდება, არაფერი არ უნდა შეიცვალოს, ან რა არ მოწონთ, ამასაც ვერ გვეუბნებიან. არის ზოგადი საუბრები რაღაცებთან დაკავშირებით, უბრალოდ შინაარს ვერ გამოიტან. განათლების სპეციალისტები ქვიათ ადამიანებს, პროფესორები და ელემენტარული შინაარსის გადმოცემა არ შეუძლიათ და ესენი სტუდენტებს როგორ ასწავლიან, არ ვიცი. ამიტომ არის დაბალი დონე უნივერსიტეტებში. კი ბატონო, ჩემს კითხვას რომ დავუბრუნდით, აი თქვენი გათვლით, სავარაუდოდ ექნებათ გათვლები, როდის გახდება საჯარო სკოლა იმ დონის, რომ თქვენ გაგიჩნდეთ სურვილი, რომ საჯარო სკოლაში კი აღარ ატაროთ შვილი, ატაროთ უბრალოდ კერძო სკოლაში კი აღარ ატაროთ შვილი, თქვენ და თქვენმა კოლეგებმა ატარონ ასევე საჯარო სკოლებში. როდის აი თქვენ შეგვიძლიათ გითხრათ კონკრეტული პერიოდი, ან უნივერსიტეტებში ბევრი საჯარო მოხელის შვილი დადიან, სწავლობენ დღეს საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში. როდის იქნება ქართული უმაღლესი სასწავლებელი და საჯარო სკოლები? კი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალოებიან პერსპექტივაში არსებითი ცვლილების მიღწევა არის შესაძლებელი ორივე მიმართულებით. დავიწყებ ჯერ უმაღლესი განათლებით. ჩვენ გვაქვს ორეტაპიანი, ასე ვთქვათ, გეგმა. პირველი ეტაპი უკვე განხორციელდება მომავალი წლის სექტემბრისთვის და შემდეგი ეტაპი დაახლოებით 4 წელიწადში უნდა დასრულდეს ინფრასტრუქტურის შეთვლით. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მუდმივი პროცესი იქნება ხარისხის დახვეწა, ხო? ხაირიდან ხო არ მოიყვან დავუშვათ მაღალი რანგის, მაგალითად გვაქვს სერიოზული პრობლემები ტექნიკური მეცნიერებების მიმართულებით, ხო? ინჟინერები, არქიტექტორები და ეს შემდეგ შეიძლება დაგჭირდეს იქ თუნდაც უცხოელი პროფესორების მოწვევა და ეს შემდეგ, ხო, რესურსი არის შესაქმნელი. მაგრამ რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, 1 წელიწადში გვექნება პირველი ცვლილებები და სადღაც 4 წელიწადში უკვე არსებითად შეიცვლება სისტემა, ამის შემდეგ უკვე შეუქცევადი განვითარება დაიწყება.
ამ სისტემის. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე 4 წელიწადში უკვე არსებით ცვლილებას მივახცევთ უმაღლეს განათლების სფეროში. და დაახლოებით იგივე პერსპექტივაში შესაძლებელია ჩვენ არსებითი ცვლილებები მივიღოთ. ეს შეეხება მათ შორის ეროვნული სასწავლო გეგმის გარდაქმნას, ეს სახელმწიფოების დახვეწას შეეხება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხო? მაგალითად, ახლა ვამზადებთ გეგმას, რომელიც უკავშირდება ზოგადად ინფრასტრუქტურას და მათ შორის სასკოლო ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია, რომ საბოლოოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით არც ერთი გაურემონტებელი სკოლა აღარ დარჩეს. ხო, ამას დაჭირდება წლები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთებაც არის შესაძლებელი საშუალოებიან პერსპექტივაში, ხო? ინფრასტრუქტურა, სწავლების შინაარსი, ყველაფერი საშუალოებიან პერსპექტივაში გვექნება პირველი ხელშესახების შედეგები, სადღაც 4 წელიწადში და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს უკვე სისტემის მუდმივი დახვეწის შეუქცევადი პროცესი. როგორც ვთქვი, თქვენი შულები დაასრულებენ კერძო სკოლაში სწავლას. ანუ ნუ ნახეთ, თქვენ ხო იცით, პრობლემების მასშტაბი ხო იცით თქვენს რამხელა. პრობლემების მასშტაბი ჯერ იყო 90-იანი წლები და ძალიან მძიმე კვალი დაატყო 90-იანმა წლებმა ჩვენს განათლების სისტემას და მაშინ გაჩნდა ზუსტად ეს 64 და 100-ზე მეტი უნივერსიტეტი იყო თავის დროზე და სკოლებშიც რა ხდებოდა ძალიან კარგად გვახსოვს სკოლას და ამის შემდეგ იყო უკვე 2004-12 წლები, სადაც კიდევ უფრო მძიმე პროცესები წავიდა. ხო, ის ბუნებრივი პროცესები მაინც იყო გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიდან და 2004 წელს დაიწყო განათლების სისტემის მიზანმიმართული გრევის პროცესი. და ამას შეიძლება გამოსწორება და ამას შეიძლება რა თქმა უნდა დრო, არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ თავარია რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ამ ყველაფრის გამოსასწორებლად.